მოხალისეები მდინარის კალაპოტში რამდენიმე ტონა ნაგავს აგროვებენ. ამ კალაპოტში ნიაღვრის შედეგად დაგროვილი წყალიც მოედინება. მას საყოფაცხოვრებო დანიშნულებითაც იყენებენ. მდინარე ლოს-ანჯელესი ჰოლივუდის ბევრ ფილმშია ნაჩვენები. მათ შორისაა 1978 წელს გადაღებული მიუზიკლი ცხიმი. შტატის გვალვის მიუხედავად დღეს წყალი მოედინება. წყლის დიდი ნაწილი იშვიათი წვიმის შედეგია. მოხალისე მაიკ კონკლი ამბობს, რომ მდინარეში 1000 გვარ ნაგავს პოულობენ. ჭანჭიკი, შუშა ელემენტები, აქ ყველაფერს იპოვით, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ყველაფერი მდინარეშია, რაც ოდესმე გადაგიგდიათ. ბრიჯიტ ბოუსი მოხალისეა ახლო მდებარე დისნეის სტუდიიდან. ვფიქრობ, ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარემოს ვასუფთავებთ, არამედ იმიტომაც, რომ ეს ჩვენი სამეზობლოა, რომელსაც უნდა მოვუაროთ. საგანმანათლებლო ეკრანზე მოხალისეები ლოს-ანჯელესის მდინარის წარსულს და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. სტეფან მეია კარანზა ლოს-ანჯელესის მდინარის მეგობართა ჯგუფიდანაა. ის ამბობს, რომ წყალსადენი ადგილობრივი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს წყლის მარაგების შენარჩუნებაში, სულ მცირე ამ რეგიონში. ლოს-ანჯელესის მდინარეს ეკოსისტემისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. ლუის მაკადამსი ამბობს, რომ განწყობები 1986 წლის შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესის მდინარის მეგობართა ჯგუფი ჩამოყალიბდა, საგრძნობლად შეიცვალა. ხალხი მდინარეს ახლა ინტერესი და ცნობის მოყვარეობით უდგება და უფრო მეტად იყენებს დასვენებისა და განათლებისთვის. მოხალისე მაიკ გიბსონის თქმით, მდინარის დასუფთავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე გვალვისთვისაც. ეს არ უნდა მივიღოთ როგორც ნაჩუქარი მოცემულობა და მის შესანარჩუნებლად ძალები არ უნდა დავიშოროთ. თამარ ნერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.